გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა და Facebook ჩატი, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი წლებია მედიასთან საკომუნიკაციოდ იყენებდა, სათაური გადაარქვა. პრეზიდენტის მასალების ნაცვლად ახლა ჩატის სახელწოდებაა სალომე ზურაბიშვილი for media. ფიშერის წასვლით ზურაბიშვილის ბოლო ბასტიონი დაეცა და გადადგომა თავის ვიწრო წრეშიც მოუწია. ახლა გეტყვით რა ხდება ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. საქართველოს ახალი ელჩი ალექსანდრე კარტოზია მუშაობა შეუდგა და გაჩნდა მოლოდინი, რომ ძველ პარტნიორ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაიწყება. რატომ გადაწყვიტა გერმანიამ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამოსწორება? ნახეთ შორნა ხვიჩიას სპეციალური რეპორტაჟი. ალექსანდრე კარტოზია ჩვენი ქვეყნის ელჩად გერმანიაში 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა და მას შემდეგ ველოდებოდით, როდის მიიღებდა მისგან რწმუნებათა სიგელს მასპინძელი ქვეყანა. საბოლოოდ ოფიციალური ცერემონია 10 თვის შემდეგ, 2026 წლის 23 ივლისს, ანუ სულ რამდენიმე დღის წინ შედგა და ალექსანდრე კარტოზიამ რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გადასცა. მანამდე ასევე ამ წლის ივლისში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასწორა შეცდომა, რომელსაც თვეების განმავლობაში არასწორებდა. საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი ჰყავდა მითითებული და ჩვენი საგარეო უწყების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად წელიწადნახევრის განმავლობაში არ ცვლიდა. ეს ყველაფერი სულ 2 კვირის განმავლობაში მოხდა და ამ ორივე ფაქტს წინ უძღოდა ვადის ამოწურვის გამო საქართველოდან პეტერ ფიშერის წასვლა, ელჩის, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერდა რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმის ტყუილები წაიშალა, რაც წელიწადნახევარი იყო მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომ თითქოს ქალბატონი ზურაბიშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი. პოზიტიური სიგნალია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ჩატება არ გვჩვევია. უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის, ასე ვთქვათ, პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით, რა ნაბიჯებს გადადგავენ ისინი. ელჩი ფიშერი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად არ მოქმედებდა, ის ზედმიწევნით იცავდა და ზედმეტადაც კი ასრულებდა იმ ინსტრუქციებს, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობები დაანგრევის პირას მიიყვანა, ამბობს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და იხსენებს პეტერ ფიშერის ქმედებებს თუ განცხადებებს ბოლო წლების განმავლობაში. ბატონ ფიშერს რაც შეეხება, ხო, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ადამიანი გახდათ, რომელსაც ბინა ჰქონდა ნაქირავები მამუკა ხაზარაძისგან, რომელიც ჩამოყალიბდა რადიკალური ოპოზიციის ფაქტობრივად აქტივისტად და კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა იგი სასამართლო პროცესებზე, ზეწოლას ახდენდა მოსამართლეებზე, პოზირებდა სიტყვა მონის ფონზე. ასევე ბატონი ფიშერი ადამიანი, რომელიც ფოტოებს იღებდა ყველაზე ექსტრემის აქტივისტებთან ერთად და შემდეგ უკვე აქვეყნებდა თავის სოციალურ გვერდზე, რომ თითქოს ისინი არიან საქართველოს მომავალი. ადამიანი, რომელმაც სამარცხვინოდ გააპარა ნინო ლომჯარია თავისი საელჩოდან საკუთარი მანქანით და რაღაცა სასაცილო სცენა ვიხილეთ, რომელიც ელჩს მინიმუმ არ შეეფერება, ხო? ადამიანი, რომელიც დადიოდა ანტისამთავრობო მიტინგებზე, როდესაც იგი კონსულტაციებზე გაიწვიეს გერმანიაში, დაბრუნდა, ვერ მოითმინა და 2 დღეში ისევ ვიხილეთ იგი საპროტესტო აქციებზე და იქაც ფოტო გადაიღო ისეთ ადამიანთან, რომელიც ლანძღავდა ჩვენს უწმინდეს. თუმცა ელჩი მაინც თავისი სახელმწიფოს პოზიციას წარმოადგენდა და მისი ყოველი ნაბიჯის უკან იგულისხმებოდა მისი ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც წლების განმავლობაში იმეორებდა ბრიუსელის ბიუროკრატიის პოზიციას საქართველოს მიმართ. ახლა კი ჩანს ამ დამოკიდებულების გამოსწორების მცდელობა. პირველ რიგში ამ ყველაფერს უკავშირებს საქართველოს გლობალურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში. იმიტომ რომ მე შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე ამ ყველაფერთან ერთად გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და ამ ორმა ქვეყანამ მოილაპარაკეს ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც რა თქმა უნდა წამყვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. და თავისთავად ცხადია, რომ აი აქ ამ ვითარებაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი თუ ერთადერთი არა და ამასთანავე უიაფესი გზა.
ვიზიტი, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა ახსენა, რამდენიმე დღის წინ 21-22 ივლისს შედგა. ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტს გერმანიის კანცლერმა უმასპინძლა. ილჰამ ალიევმა და ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას. განცხადებებში კი ორივე ქვეყნის ლიდერმა დაადასტურა, რომ მზად არიან ენერგოსექტორში თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვაპირებთ მომავალ წლებში გავაძლიეროთ თანამშრომლობა კერძოდ ენერგოსექტორში. გერმანიის პერსპექტივიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმპორტის დივერსიფიცირების ძლიერი ინტერესი, განსაკუთრებით გაზის იმპორტის მიმართულებით. ამ ვიზიტის პარალელურად გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გერმანია რუსულ მხარესთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს. უფრო ზუსტად ჟურნალისტებმა იკითხეს, შედგა თუ არა საიდუმლო შეხვედრა 12-14 ივლისს ბაქოში, რუს და გერმანელ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რაზეც მერცმა თქვა, რომ არაფერი იცის. ილჰამ ალიევმა კი დაადასტურა, თუმცა გამორიცხა კავშირი ამ შეხვედრასთან. ჩვენი ტერიტორია ასეთი შეხვედრის ჩასატარებლად ჩვენი ინფორმირების გარეშე გამოიყენეს. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან შეხვედრას არ დავწრებივართ. თუმცა ფრენების მონაცემები ადასტურებს, რომ ბაქოში ასეთი საიდუმლო შეხვედრა ნამდვილად შედგა. არამხოლოდ ამ ინფორმაციის გამო გაჩნდა კითხვა, დაიწყო თუ არა გერმანიამ დამოუკიდებელი თამაში თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ კვირაში Financial Times-მა დაწერა, რომ გერმანიამ, საბერძნეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ავსტრიამ და პორტუგალიამ რუსეთის მიმართ ახალი სანქციების განხილვისას დათმობები მოითხოვეს, რადგან შეზღუდვები მათსავე მსხვილ კორპორაციებს დააზარალებს. ეს ბუნებრივია, გერმანია ისევე როგორც სხვა ქვეყნები საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას იწყებენ. სწორედ ამის ნაწილია ის შეთანხმებაც, რაც გერმანიის ენერგოუსაფრთხოებას ეხება და რომელიც მერცმა ალიევთან გააფორმა. საქართველოში ფიქრობენ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და ბრიუსელის თვითდესტრუქციული პოლიტიკიდან თავის დაღწევას მომავალში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეეცდება. ვფიქრობ, ასეთი ქვეყნების რიცხვი გაიზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ქვეყნები ცდილობენ აქტიური ურთიერთობების დამყარებას აღმოსავლეთთან, უპირველეს ყოვლისა ჩინეთთან და დღეს ჩვენ გლობალურ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი საქართველოზე გადის და ეს აუცილებლად მოხდება გარდაუვლად, იმიტომ რომ საერთაშორისო გადაზიდვები, იგივე არა მარტო გადაზიდვები, ეს ეხება ასევე ციფრული განვითარების თემასაც მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს აპირებს შავი ზღვის ქვეშ ციფრული კაბელის გაყვანას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში. გერმანიის ნაბიჯი ჯერჯერობით მხოლოდ დასაწყისია, თუმცა ის პოზიტიურ პოლიტიკურ სიგნალს უკვე აგზავნის. ბერლინმა გააკეთა ის, რაც პარტნიორ ქვეყნებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. ახლა საინტერესოა, რამდენად სწრაფად მიჰყვებიან ამ გზას სხვა ევროპული სახელმწიფოები, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობა არც შემცირებულა და არც ჩანაცვლებულა. პირიქით, რეგიონში უსაფრთხოების, სატრანზიტო შესაძლებლობების და დასავლეთის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს როლი კვლავ შეუცვლელია.